ქალაქ რუსთავში ტრანსპორტი მოძრაობას დილის 7 საათიდან იწყებს. რუსთაველები დედაქალაქისკენ სამარშრუტო ტაქსებით მიემგზავრებიან. მათი უმრავლესობა თბილისში მუშაობს. დაუსაქმებლები კი სტამბულის ბაზართან, შრომის ბირჟაზე იკრიბებიან. გია ყაჯრიშვილი და გია სეფისკვერაძე დღიური სარჩოს მოლოდინში კარტის თამაშით ერთობიან. ადრე ისინი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდნენ. მე მარტინი ვარ, წყალმომარაგება მარტინი, გაზი, ზეთი, რაც კი იყო რა, სანტექნიკაზე რაც ექვემდებარებოდა. გია სეფისკვერაძე კი ქარხანაში ელექტრიკოსად მუშაობდა. ძირადად მე მე-6 თარიღზე მორიგერცის ბრიგადი ვიყო, 400 მანეთი მქონდა ხელფასი და ყველაფერში ვიყოფილი. ბიჭებს ვისაც არ უნდა გადახედოთ. თავისი საქმის სპეციალისტები არიან. მაგრამ დღანანა აქ ქარხანას ქონდა ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა ქალაქის. რა თქმა უნდა, ქონდა. ვახევარი რუსთავი კი არა, რუსთავი თითქმის მთელი მოსახლეობა იქ მუშაობდა. სუმგაიდანაც ჩამოყავდა ხალხი. 90-წლიდან წავიდა და წავიდა მე. გაიყიდა და ნელა-ნელა გაიყიდა ყველაფერი. ბოლოს თუ გაიყიდა, მოჭრეს და ჯართან ჩააბარეს ამხელა 8 ფეჩი. საქართველოსგან განსხვავებით მეტალურგია გადარჩა უკრაინაში. აქ საბჭოთა პერიოდის მეტალურგიული ქარხნები ცოცხლობს. ცოცხალია 1899 წელს დაარსებული დნეპროპეტროვსკის მილების ქარხანაც, რომელმაც რამდენჯერმე განიცადა მოდერნიზაცია. იგი რუსთავის მეტალურგიულ კომბინატზე ბევრად პატარაა, თუმცა 2006-ას 40 ადამიანს ასაქმებს. უკრაინის ყოფილი მრეწველობის მინისტრი ვალერი მაზური ამბობს, რომ სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად საბჭოთა ქარხნებმა შეიძლება იმუშაონ, როგორც დნეპროპეტროვსკის მილების ქარხანა მუშაობს. Но он старик, ему уже больше 100 лет. Но он крепкий старик, он еще будет работать и работать, если за ним ухаживать, если его поддерживать. ქარხანა დონბასის ინდუსტრიული ჯგუფის ISD-ს საკუთრებაა. სწორედ ამ უკრაინულ ჯგუფს სურდა 2004-2005 წლებში რუსთავის მეტალურგიული კომბინატის შეძენა. ISD უკრაინის მეტალურგიული წარმოებების სამეულში შედის. კორპორაციას 5 ქარხანა აქვს უკრაინაში, უნგრეთსა და პოლონეთში. წელიწადში 10 მილიონი ფოლადის წარმოების მაჩვენებლით იგი მსოფლიო მეტალურგიული წარმოების უმსხვილეს 40 მწარმოებელთა შორისაა. სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი სერგეი ტარუტა უკრაინის უმდიდრეს ადამიანთა რიგებს მიეკუთვნება და ფორბსის მიერ გამოქვეყნებულ მილიარდელთა სიაში შედის. იგი ამბობს, რომ მათი შემოსვლა რუსთავის მეტალურგიული ქარხნისთვის მომგებიანი იქნებოდა, თუმცა სახელმწიფო მაშინ სხვა ინვესტორს მიანიჭა უპირატესობა. Проблема была в том, что это не чистая продажа, где побеждают лучше, чем украинского инвестора на тот период реально не было и на сегодняшний день нет. И завод выиграл бы, да, если бы вы были. Безусловно, выиграл бы, конечно. რუსთავის მეტალურგიული ქარხნისა და ქალაქ რუსთავის მშენებლობა ერთდროულად 1944 წელს დაიწყო. ქარხნის მშენებლობას ცნობილი ქართველი მეტალურგი ნიკოლოზ ქაშაკაშვილი ედგა სათავეში. უშუალოდ ქარხანაში 10,000-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა, მის ინფრასტრუქტურაში კი 13,000 ადამიანი. 1996 წლის ქარხანაში ჯერ კიდევ 8,000 ადამიანი მუშაობდა. ქარხანამ 1996 წლის პირველი კვარტლისათვის 38 მილიონ ლარზე მეტი პროდუქცია გამოუშვა, მოგებამ კი 1,5 მილიონ ლარი შეადგინა. 1997 წელს საქართველოში ნებადართულ იქნა ჯართის გატანა. სწორედ ამ წლიდან იწყება ინვესტორების შემოსვლაც, რომელთა უმრავლესობასაც რეაბილიტაციაზე მეტად ჯართის ბიზნესი აინტერესებდა. 1997 წლიდან მოყოლებული ქარხანამ 10-მდე ინვესტორი გამოიცვალა. თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ვერ უზრუნველყო ობიექტის სრულფასოვანი ამუშავება. ამჟამად ქარხანას ქართველი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის კომპანია შპს რუსთავის ფოლადი ფლობს. მეტალურგიული კომბინატი მათ ოჯახის ნათესავის ჯოზეფ ქეისგან 2011 წელს დაიბრუნეს. ამჟამად ქეისა და პატარკაციშვილის ბიზნეს ჯგუფს შორის ქარხანაზე სასამართლო დავა მიმდინარეობს.
მთავრობას და ჩვენ გუბერნატორს. ჯოზეფ კეი ერთ-ერთი ბოლო იყო, ვინც ხელისუფლებას სხვა ინვესტორების მსგავსად რუსთავის მეტალურგიული კომბინატის სრული დატვირთვით ამუშავების პირობას აძლევდა. სახალხოდ მინდა მოგცეთ კიდევ ერთი პირობა. რომ მეტალურგიული ქარხნის სრული ციკლის აღდგენას 2008 წელს დავასრულებთ. სიტყვა. ნამდვილად სიტყვა. ჯოზეფ კეის დაპირება არ შესრულებულა და ქარხანაში სრული მეტალურგიული ციკლი არ აღმდგარა. ჩვენც მეტალურგებმა სამწუხაროდ ვერ მოახერხეთ ერთ მუჭად შეკვრა და ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველა ბრძოლა წავაგეთ ხელისუფლებასთან. სამწუხაროდ. ბენო ქაშაკაშვილი რუსთავის მეტალურგიული კომბინატის რეაბილიტაციის მმართველად 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ მივიდა. ბაბუისა და მამის მსგავსად პროფესიად მანაც მეტალურგია აირჩია. ქარხანაში მუშაობა საბჭოთა კავშირის დროს მეფოლადის თანაშემწედ დაიწყო. შემდეგ ოსტატად და ცვლის უფროსად მუშაობდა. როგორც თავად ამბობს, მისი როგორც რეაბილიტაციის მმართველის მთავარი მიზანი იყო, რომ რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს პროდუქცია ეწარმოებინა და რეაბილიტაციის რეჟიმიდან გამოსულიყო. ქარხნის ქონების დიდი ნაწილი სხვადასხვა ფირმებს ჰქონდათ წაღებული. მათ შორის ყველაზე მსხვილი ნაწილი 168 მილიონ ლარზე მეტის ქონება იტალიურ-რუსულ ფირმა რუსთავი არეს მეტალურგიულ კომბინატს ჰქონდა მისაკუთრებული, რომელსაც რუსი ეროვნების მოქალაქე ალექსანდრე სერიოგინი ხელმძღვანელობდა. სამსაამქროს ასევე ინვესტორი ენერგია და ინდუსტრია კომპლექსი მართავდა. არმატურის საამქრო კი კომპანია ბიტმაქს ჰქონდა წაღებული. რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს კი მცირე ქონება და 126 მილიონიანი ვალი ჰქონდა დარჩენილი. წარმოიდგინეთ, რომ თელ ქარხანას რომ მოაცალო აქტივი, გადასცე ფირმას და რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს ჰქონდა თეატრი და გაგრის სანატორიუმი და 126 მილიონი ვალი. ქაშაკაშვილი ამბობს, რომ დასაწყისში იგი ხელისუფლების, მათ შორის ეკონომიკის იმდროინდელი მინისტრის კახა ბენდუქიძის მხარდაჭერით სარგებლობდა. კახას როდესაც მოახსენე, წარმოიდგინეთ, რომ ვალები ხელოვნურად იყო გაზრდილი, გამიგეთ, და საბალანსო ღირებულება კიდე ხელოვნურად იყო დაწეული. აი ეს იყო თელი გაკოტრების პროცესი, რომელიც დაიწყო. ამისათვის რა იყო საჭირო? აუდიტების მიწვევა და რეალური აუდიტის აფასების გაკეთება, ხოლო ყალბივალების ჩამოწერა. პრაქტიკულად საწარმო ამ გაკოტრების პერსპექტივიდან გამოსული იყო. უნდა მალადიეს, მან მითხრა შემაქო, ისე მესიამ უნდა ნამდვილად რაღაც სიამაყის გრძნობა გამიჩნდა. რეაბილიტაციის მმართველის წინაშე სამი ძირითადი ამოცანა იდგა. პირველი სასამართლოს გზით წართმეული ქონების დაბრუნება, მეორე კი ყალბივალების გამოაშკარავება და ჩამოწერა. მესამე მნიშვნელოვანი გამოწვევა კი ქარხნის ამუშავება იყო. ქონების დაბრუნების პროცესი უზენაეს სასამართლოში გაჩერდა. დრო მიდიოდა. ქარხნის გადარჩენისთვის კი აუცილებელი იყო, რომ მას პროდუქცია ეწარმოებინა. ამ ამოცანის გადასაჭრელად რეაბილიტაციის მმართველმა პარტნიორების ძიება დაიწყო. თავდაპირველად მე და ჩემმა გუნდმა მივმართეთ რუსეთში მეტალურგს პროფესიით ყოფილ ვიცე-პრემიერს ოლეგ სასკავეს, რომელიც დაგვეხმარა და გამართა შეხვედრები მისავე ოფისში ევრას ჰოლდინგის წარმომადგენლებთან, ლაქშმი სტილთან, ეს სოფლიოს უდიდესი კომპანიები არიან. ძალიან მოკლე ხალხში ევრას ჰოლდინგმა ოფიციალური დოკუმენტით დაადასტურა სურვილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის პარტნიორი გამხდარიყო. შემდეგ რაღაც პოლიტიკური დაძაბულობის გამო მივაშურეთ უკრაინას, თან ჩართული ვიყავი სამთავრობო დელეგაციაში და მიხეილ სააკაშვილთან ერთად შევხვდით პრეზიდენტ კუჩმას. პრეზიდენტ კუჩმასთან სამთავრობო დონეზე გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინამ რუსთავისთვის ფოლადი გამოყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას თხოვნა ქარხნისთვის თვეში 5,000 ტონა ფოლადის მოწოდების შესახებ უკრაინის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ახლა უკვე პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა დააკმაყოფილა და მთავრობა სპეციალური განკარგულებით დაავალა სამთავრობო კვოტით კრივოი როგის მეტალურგიული კომბინატიდან თვეში 5,000 ტონა ფოლადი გადაეტვირთათ რუსთავის მეტალურგიული კომბინატის პირველ ეტაპზე ასამუშავებლად. ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრის დროს კარგად მახსოვს, იყო წინააღმდეგობაც. მან ვიცე-პრემიერს ესეთი пасухи გასცა: "Забудьте про конкуренцию. Там металлурги голодают, Рустави гибнет. Я бывал в этом городе, мы должны их выручить".
და დავიწყეთ მეტალის შემოტანა ძალიან მოკლე ხანში. რამოდენიმე 1000 ტონა და ახლო 7-8000 ტონა მეტალი გადმოვტვირთეთ რუსთავის მეტალურგიული კომბინატისათვის. Адамкусе вельми шановні друзі. უკრაინის ხელისუფლების მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდა პრეზიდენტად ვიქტორ იუშენკოს არჩევის შემდეგ. საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების პირველი შეხვედრის დროს სავარაუდოდ საუბარი იყო რუსთავის მეტალურგიულ კომბინატზეც. Был звонок со стороны Ющенко, что, ссылаясь на беседу с Саакашвили, он говорит, что вот хотели бы, чтобы украинцы, учитывая, что у нас очень хорошие там отношения между странами, помогли в развитии, восстановлении этого завода. კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრები სამთავრობო დონეზეც კი გამართეს. საქართველოს ხელისუფლება მაშინ ISD-ს მხარს უჭერდა. ერთი პოტენციური ინვესტორი ჩამოვიდა უკრაინიდან და მათთან შეხვედრა. აი ჯერ რაღაცას მოაწმოხილ და მე ვიტყვით. პრეზიდენტი სააკაშვილი 2004 წლის ნოემბერში ტექნიკურ უნივერსიტეტში მეტალურგებთან გამართულ შეხვედრაზე აცხადებდა. რუსთავის მეტალურგიული კომბინატი 1996 წლიდან სხვადასხვა ჯურის აფერის და სათარეშო გახდა და როდესაც ჯერ კიდევ უშვებდა პროდუქციას, ერთ-ერთი კომპანია იქ ჯართ შიდა ბაზრის ფასებში ყიდულობდა და მსოფლიო ბაზარზე 50 ჯერ, 60 ჯერ ძვირად ყიდდა. უკრაინის ხელისუფლებამ დიდი ჯგუფი გამოაგზავნა საქართველოში, ჩვენი მეტალურგების გადარჩენის პერსპექტივების შესასწავლად და უკრაინასთან ერთ კომპლექსში მის მოსაქცევად. ამ დროს რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში მართლაც მუშაობდა ISD-ს მიერ გამოგზავნილ სპეციალისტთა ჯგუფი. მათ შორის იყო სერგეი მალიგინი, რომელიც ამჟამად დნეპროპეტროვსკის მეტალურგიული ქარხნის დირექტორია. Кархана Донбасс индустрიული ჯგუფის საკუთრებაა. У корпорации Индустриальный союз Донбасса есть заготовка трубная, которая, так сказать, свободные мощности в производстве. И третий вопрос, я должен сказать, что нас особенно интересовал, учитывая, что мы производим трубу до диаметра 168, нас интересовал особенно стан 400, учитывая, что он производит трубы до диаметра 426. უკრაინელ ინვესტორსა და რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს შორის ძალთა გაერთიანების კიდევ ერთი მიზეზი ის იყო, რომ ISD ძირითადად წვრილი და საშუალო დიამეტრის მილებს აწარმოებდა. რუსთავის მეტალურგიულს კერძოდ დგანოთხას დიდი დიამეტრის მილების წარმოება შეეძლო. დღესდღეობით 426 მმ-იანი უნაკერო მილების წარმოება იშვიათია. უკრაინელების სამუშაო ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა ქარხნის ამუშავების პერსპექტივები და დაასკვნა, რომ წარმოების აღორძინების შესაძლებლობა არსებობდა. დასკვნაში რუსთავის მეტალურგიული კომბინატის გეოგრაფიული და სტრატეგიული ხელსაყრელი ფაქტორებიც აღინიშნა. ეს იყო აზერბაიჯანის, შუა აზიის, ჩრდილო კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ნავთობ და გაზმომპოვებელ ქვეყნებთან სიახლოვე. ქარხნის მდებარეობა ევრაზიულ სატრანსპორტო კორიდორში. ბათუმისა და ფოთის პორტებთან სარკინიგზო კავშირების ქონა. ასევე ქარხნის სარკინიგზო კავშირი დიდ სარკინიგზო მაგისტრალებთან, ერთის მხრივ თბილისი, სოხუმი, ნოვოროსისკი, მეორეს მხრივ რუსთავი, ბაქო, როსტოვი. სიტუაციის შესწავლის შემდეგ უკრაინულმა ISD-მ გამოთქვა მზადყოფნა, რომ რუსთავის ქარხნისთვის დამატებით 5000 ტონა ფოლადი მოეწოდებინა. შეგახსენებთ, რომ ამის გარდა უკვე არსებობდა თანხმობა უკრაინის სახელმწიფო კვოტით გამოყოფილი 5000 ტონა ფოლადის შემოტანის შესახებ. წარმოების განახლების წინაპირობა, ანუ ნედლეული არსებობდა. ყველაზე პერსპექტიული იმ ეტაპისთვის არმატურის წარმოება იყო. არმატურის საამქრო კი ერთ-ერთ ფირმას ჰქონდა მისაკუთრებული. მეტალურგიულმა კომბინატმა სასამართლოს ძალით მოახერხა საამქროს დაბრუნება, მაგრამ იგი წაიღო ეკონომიკის სამინისტრომ და არა ქარხანამ. რეაბილიტაციის მმართველ ქაშაკაშვილსა და ეკონომიკის მაშინდელ მინისტრ კახა ბენდუქიძეს შორის ამის გამო პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის ხდომაზე დაპირისპირება მოხდა. ქაშაკაშვილი ითხოვდა, რომ საამქრო ქარხნის ბალანსზე დარიცხულიყო, რადგან პროცესში დაზარალებული მხარე ქარხანა იყო. თქვენ ითხოვდით გვეჩუქებინა ასე ვთქვათ, სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებული
წვრილი სორტის საგლინდავი საამქრო. ამაზე იბრძოლა ჩვენმა გუნდმა. იგივე თუ გინდათ სახელმწიფოს დაუბრუნა რამოდენიმე 10 მილიონი დოლარის ვალიკ სასტუმროებია, სტადიონებია, იგივე წვრილსორტული გლინვის საამქროა და ეხლა თქვენ მეუბნებით რომ დავაყენეთ თქვენი განთავისუფლების საკითხი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დაუბრუნეთ თუნდაც სახელმწიფოს. საამქროები თუ არ ექნება ამ რეაბილიტაციის გუნდს ვერც ერთ მანეთს ვერ დაფარავს. აი ეს არის მიზეზი, რომ სახელმწიფო ინტერესი დაიცვა და ამიტომ უნდა გადაწყდეს, რომ ოფშორულ ფირმას მიეცეს, რომ აქ არ იყოს რაიმე სახელმწიფოებრივი ინტერესი. წაიღეს არმატურის საამქრო მხოლოდ იმიტომ, რომ არ მემუშავა. არ დაგვერიგებინა ხელფასები, წაწარმო არ ამუშავებულიყო, არ გამხდარიყო საინტერესო ინვესტორისათვის. არ დაწყებულიყო სიცოცხლის პროცესი წარმოებაში. დარწმუნებით გეუბნებით, რომ 5000 ტონა არმატურის გაყიდვის პრობლემა არც მაშინ და არც დღეს არ არსებობდა, მას ადგილობრივი ბაზარი ითვისებდა. ეს ყველაზე ადვილად გამოსაშვები პროდუქცია იყო. ქაშაკაშვილი ამბობს, რომ ამ დროისათვის კახაბენდუქიცეს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ქარხნის პრივატიზაცია. ახლა მითხრა, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს შევათანხმეთ, გადავწყვიტეთ, რომ სასწრაფო პრივატიზაცია უნდა დავიწყოთ. ნუ კახა მეუთხარი ალბათ ჯობდა რომ აუმუშავდეთ და მერე მოხდეს ეს პრივატიზაცია. ბანდუქიძე მითხრა, რომ ვერ დაგელოდები, ვერც 2 თვე ვერ დაგელოდები, ვერც 3 თვე ვერ დაგელოდები. ჩემთვის ეს გადაწყვეტილება, აი როგორ გითხრათ, იყო არათუ სუსტი, არამედ არასახელმწიფოებრივი. 2004 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა კახაბენდუქიძემ საბოლოო ბრძანებით დაამტკიცა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა, რომელშიც სააქციო საზოგადოება რუსთავის მეტალურგიული კომბინატიც შევიდა. პრივატიზაციის გამოცხადებიდან მეორე დღეს, ანუ 29 ოქტომბერს, სახელმწიფომ, რომელსაც ასევე ეკონომიკის მინისტრი ბენდუქიძე და ფინანსთა მინისტრი ნოღაიდელი წარმოადგენდნენ, მემორანდუმი და შეთანხმება იტალიურ კომპანია მეტალჯეოსთან გააფორმეს. მეტალჯეო იყო ერთ-ერთი პატარა ფირმა დაფუძნებული ქალაქ ბერგამოში, როგორც არის ინტერნეიშნალი. იგივე მისამართზე ამ საკურორტო ქალაქიდან 2-3 კაციანი ფირმა, რომლის ბრუნვა რამოდენიმე 1000 ევრო იყო. არესტის სამართალმემკვიდრე ფირმამ უბრალოდ სახელი შეიცვალა და დაერქვა მეტალჯეო. იტალიელი ინვესტორების საქმიანობა, რომელზეც ქაშაკაშვილი საუბრობს 2004 წელს, პრემიერ ჟვანიას მიერ შექმნილმა სამთავრობო კომისიამ შეისწავლა და დანაშაულებრივად შეაფასა. დასკვნის მიხედვით არესის მიერ ქონების რეაბილიტაციის განხორციელების პროცესში არაერთგზის გაყალბებული იქნა ოფიციალური დოკუმენტები, რომლებითაც საბოლოო შედეგით საზოგადოების ქონება უკანონოდ იქნა გასხვისებული. ინვესტორს გადაეცა 168 მილიონზე მეტი ლარის ქონება ინვესტორის მხრიდან არაგარანტირებული ვალდებულებების გარეშე. ინვესტორი დღემდე ვერ ასრულებს რეაბილიტაციის პროგრამით განსაზღვრულ ვალდებულებებს. მოგვიანებით ფინანსურმა პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე არეს ინტერნეიშნალის მიერ ყადაღადადებული ქონების გაფლანგვა გასხვისების ფაქტზე. სწორედ არესის უფლებამონაცვლე იყო ფირმა მეტალჯეო. მეტალჯეოსთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით სახელმწიფო როგორც ქარხნის მთავარი კრედიტორი დებდა პირობას, რომ 6 თვის განმავლობაში ჩაატარებდა ღია და გამჭვირვალე აუქციონს. აუქციონზე გასაყიდად გამოიტანდნენ ქარხანაში არსებულ სახელმწიფო აქტივებს, რომელთა ფასი 18 მილიონი იყო. ეს იყო ვალი, რომელიც ქარხანას სახელმწიფოს წინაშე დაუგროვდა. ვალის საწყის ფასად 11 მილიონი დოლარი გამოცხადდა. ეკონომისტი ანალიტიკური ვებ-პორტალის ჯორჯიანაიფის დირექტორი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ იტალიელ ინვესტორთან გაფორმებული 2 დოკუმენტიდან შეთანხმებას უპირატესი ძალა ჰქონდა. ეს ორი დოკუმენტი თავისი დატვირთვით რა თქმა უნდა განსხვავდება ერთმანეთისგან, მემორანდუმი უფრო მოიცავს განზრახვების და სურვილების ერთობლიობას, რომ ჩვენ ერთმანეთის მიმართ განვახორციელებთ კონკრეტულ ქმედებებს, თუმცა მას იურიდიული ძალა არ აქვს. რაც შეეხება ხელშეკრულებას თუ შეთანხმებას, ეს არ უკვე იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი და თუ რომელიმე მხარე არ ასრულებს ხელშეკრულებაში ან შეთანხმებაში ჩადებულ პირობებს და ვალდებულებებს, ბუნებრივია მეორე მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს იგივე არბიტრაჟის თუ სასამართლო ძალით ამ ვალდებულებების შესრულება. სწორედ ეს ხელშეკრულება გახდა საბოლოო დაპირისპირების მიზეზი მე და კახაბენდუქიძეს შორის. ბატონმა ტარუტამ გამოგზავნა ოფიციალური წერილი 28 ოქტომბერს.
რომ მზად იყო მიიღო მონაწილეობა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის რეაბილიტაციაში და პრივატიზაციაში. ბატონმა ბენდუკიძემ ხელშეკრულება გააფორმა ზუსტად მეორე დღეს. პრაქტიკულად დაბლოკა უკრაინელების შემოსვლა გარკვეული პერიოდით რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში. იმ პერიოდში კახაბენდუკიძე ამბობდა, რომ არესისა და მეტალჯეოს მიერ წარმოდგენილი ქარხნის რეაბილიტაციის გეგმა კარგი იყო და რომ ამას ავსტრიიდან მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი ადასტურებდა. მე მოვიწვიე სპეციალურად ავსტრიის და სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინჟინერული კომპანიის FATECH-ის ყოფილი ხელმძღვანელი ბატონი ხორსტ ვიზინგერი ტელეკომპანია რუსთავი 2-ით გასულ სიუჟეტში კი გამოაშკარავებული იყო, რომ ვიზინგერ ჰორსტი კახაბენდუკიძის ძველი თანამშრომელი და მასთან დაკავშირებული რუსული საწარმოს ურალმაშის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. თუმცა ჟურნალისტთან კომენტარისას ჰორსტმა ეს ფაქტი უარყო. რას იტყოდით ურალმაშთან თქვენს კონტრაქტზე? I don't know. I never საწარმოს ფლობელთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამავე სიუჟეტში ჩანს სერიოგინი, რომელმაც ეკონომიკის სამინისტროში გამართული თათბირის შემდეგ საქართველოს მთავრობისადმი მადლიერება გამოხატა. Я почувствовал наконец удивительно тонкую и честную государственную игру со стороны министра. Теперь мы можем не опасаться. სერიოგინის კმაყოფილება მალე უკმაყოფილებით შეიცვალა, რადგან სახელმწიფოს პირობა არ შესრულებულა და აუქციონი საერთოდ არ ჩატარებულა, ანუ მეტალჯეოსთვის ქარხანა არ გადაუციათ. 2005 წელს მეტალჯეომ და არეს ინტერნეიშნალმა საქართველოს სახელმწიფოს უჩივლეს. პირველი 5.425.000-ზე მეტ ითხოვდა, ხოლო არეს ინტერნეიშნალი $1.160.000. გარდა ამისა, მომჩივნები ბიზნესის სუფთა ღირებულებას $100.368.000 ითხოვდნენ. თუმცა სასამართლომ ამ მოთხოვნის მხოლოდ მცირედი ნაწილი ცნო კანონიერად და საქართველოს დააკისრა არესის სასარგებლოდ $1.143.375, ხოლო მეტალჯეოს სასარგებლოდ $2.367.702 გადახდა. ადვოკატების მომსახურებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტმა 540.000 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ხარჯი გამოყო, რაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განკარგულებით დასტურდება. ჩვენ კახაბენდუკიძის პრესსამსახურს შეკითხვები გადავუგზავნეთ. უშუალოდ მას სოციალური ქსელის საშუალებითაც არაერთგზის დაუკავშირდით და ყველა ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ. თავდაპირველად მისი თანხმობა მოვიპოვეთ, თუმცა შემდეგ ჩვენი თხოვნები თუნდაც წერილობითი კომენტარის გაკეთებასთან დაკავშირებით მან უპასუხო დატოვა. რუსთავის საქალაქო სასამართლო რეაბილიტაციის მმართველი ქაშაკაშვილი თანამდებობიდან 2005 წლის თებერვალში გაანთავისუფლა. ამ დროისათვის ქარხნის ქონება რამდენიმე კვირის დაბრუნებული. მის ნაცვლად მეტალურგიულ კომბინატში ახალი კადრი მალხაზ ალბორაშვილი მოვიდა. მალხაზ ალბორაშვილი ქარხანაში რეაბილიტაციის მმართველად 2005 წლის 23 თებერვალს დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ქარხნის ვალები გაიზარდა, ქონება აფასდა და აუქციონზე გაიყიდა. ქარხნის ძირითადი კრედიტორი სახელმწიფო იყო. როგორ და რატომ გაეზარდა სახელმწიფოს წინაშე დავალიანება ქარხანას. აღნიშნული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურმა არ მოგვაწოდა. ვინაიდან იგი კომერციულ საიდუმლოებად შეაფასა. პასუხი ვერც მალხაზ ალბორაშვილისაგან მივიღეთ. რომ მე ვიყავი გაკოტრების მმართველი. მე რაც დამხვდებოდა ფაქტი, ის უნდა გამევლო. ანუ ყველა კრედიტორული მოთხოვნა იქნა გავლილი და შეფასებული. იყო ვალი თუ არ იყო ვალი. პირიქით ჩვენ დაახლოებით 35 მილიონი ლარი თვალწინები ბიუჯეტის ვალი შევამცირეთ. იმიტომ რომ რეაბილიტაციის გეგმის დაწყების შემდეგ წარმოშობილი საურავი შევამცირეთ. უკაცრავად გაკოტრების რეჟიმში მყოფ საწარმოს საურავი როგორ ერიცხება? მეც მაგას გეუბნით რომ არ ერიცხება. მაგრამ რეაბილიტაცია ხო დაიწყო 2003-ში. დიახ. აი მე იყო ავტომატურად წამოსული და ეს ჩვენ შევამცირეთ თქო მაგას გეუბნებით. შემცირება არ ჩანს, იმიტომ რომ თებერვალში არის 33 მილიონი. თქვენ კიდევ ერთხელ გეუბნებით. თქვენ აყიდვა მოხდა, იმიტომ რომ სახელმწიფო იყო ძირითადი კრედიტორი, ხო? არა, სახელმწიფოს გარდა კიდევ სხვა კრედიტორებიც იყვნენ. არა, მე ვამბობ 52%-იანი კრედიტორი იყო სახელმწიფო. კი. ხო ესეა? კი. რის გამოც თქვენ როგორც გაკოტრების მმართველმა გადაწყვეტეთ რომ ვეღარ არა ბატონო, თქვენ კიდევ ერთხელ გეუბნებით. თქვენ გაქვთ არასწორი მონაცემები სამართლებრივი კუთხით და ფინანსური კუთხით.
ვალების შესახებ მონაცემები ჩვენ სასამართლო განჩინებებიდან ამოვიღეთ. 2005 წელს ქარხნის დავალიანება სახელმწიფოს მიმართ 35.227.000 დოლარი იყო, რაც იმდროინდელი სავალუტო კურსით 64 მილიონ ლარზე მეტ შეადგენდა. მოგვიანებით ალბურაშვილის მიერ წარდგენილ გაკოტრების ტაბულაში სახელმწიფოს წინაშე ვალი 88 მილიონ ლარზე მეტია. ანუ ფიქსირდება ვალების 24 მილიონი ლარით გაზრდა. გაყიდვამდე გაკოტრების მმართველმა ქარხნის ქონება აუდიტს ააფასებინა. მეტალურგიული კომბინატი 3 ნაწილად ააფასეს. თავად ქარხანა 20 მილიონ 500.000 დოლარად შეფასდა. ცალკე გამოყვეს კირისა და დოლომიტის საამქრო, რომელიც მილიონ დოლარად შეფასდა და დედოფლის წყაროს კირქვის კარიერზე არსებული ქონება, რომელიც 500.000 დოლარად შეფასდა. ქარხნის ფასი გაცილებით მაღალი იქნებოდა თუ აუდიტი ამას ერთიან კომპლექსში განიხილავდა, როგორც ეს ხდებოდა უკრაინაში, რუსეთში, თქვენ როგორ შეიძლება მისი ღირებულება თუნდაც განადგურებული ინფრასტრუქტურით 20 მილიონი დოლარი ყოფილიყო. აუდიტის დასკვნის მიხედვით ქარხნის ტერიტორია და შენობა ნაგებობები, რაც დაახლოებით 500 ჰექტარი იყო, 2 მილიონ ლარად შეფასდა. წიდასაყარი ანუ ტერიტორია, რომელზეც მეტალურგიული წარმოების ნარჩენები იყრება, დაახლოებით 1.200.000-ად. უნიკალური დგანოთხასი, რომელიც დიდი დიამეტრის უნაკერო მილებს უშვებს, დასკვნაში დაახლოებით 4 მილიონ ლარად არის შეფასებული. ასეთი დგანი პოსტსაბჭოთა სივრცეში სულ 2-ია. ერთი უკრაინაში, ნიკოპოლის ქარხანაში, მეორე კი რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში. შეგახსენებთ, რომ იგი წარმოადგენდა უკრაინელი პოტენციური ინვესტორების ერთ-ერთ მთავარ ინტერესს. უნიკალური დგანია ნებისმიერი ინვესტორისათვის, მხოლოდ ეს იყო პირველ ეტაპზე მიმზიდველი. წიდასაყარიდან დღეს, აი მიბრძანდით თუ მოახერხებთ, დარწმუნებული იყავით, რომ მინიმუმ 10 მილიონი დოლარის პროდუქცია გადის ჯართის და წიდის სახით. მისი ორი მომხმარებელი არსებობს, მეტალურგია და ცემენტის ქარხანა. ჰაიდელბერგი დღევანდელ დღეს. ჩვენ ერთ-ერთ აუდიტორს საგოლობჟანიძეს ტელეფონით დავუკავშირდით. მან ინტერვიუზე უარი განაცხადა. ჩემი დასკვნის რევიზიის უფლება არც პროკურატურას აქვს, არც პრეზიდენტს აქვს ნამაზეციას. მაგ დასკვნა 3 თვიანი არის. მის შემდეგ 2005 წელს გაიცა მაგ დასკვნა და 2005 წლის მერე გევიდა 7 წელიწადი. რა შევხვდეთ და რაღაცნაირად დავილაპარაკეთ. აი ხო გითხარით, მეც ვერაფერს ვერ გეტყვით. დოკუმენტურად დასტურდება, რომ აუქციონამდე 2 კვირის განმავლობაში უკრაინული კომპანიის წარმომადგენლები ცდილობდნენ გაკოტრების მმართველისგან სხვადასხვა დოკუმენტების მიღებას, თუმცა მათი თხოვნები არ დაკმაყოფილებულა. მე უთხარი მათ, ბატონებო, მოგბრძანდით, აუქციონის პირობები გამოქვეყნებული არის, უნდა გადაიხადოთ B, უნდა წარმოადგინოთ დოკუმენტები, მიიღოთ მონაწილეობა აუქციონში და იყიდოთ ქარხანა. სხვანაირად მე მათ ვერანაირ დოკუმენტს ვერ მივცემდი. მიგეწერათ, რომ არ ეკუთვნოდათ. რატო უნდა მიმეწერა? აი ამიხსენით რა. რატო? ვალდებული ვიყავი? ნუ წარმოიდგინე, სახს რო ყიდულობს ადამიანი, იმასაც კი აინტერესებს, სად არის სხვენი, სარდაფი, კომუნიკაცია, ბოდიშით კანალიზაცია იქნება თუ წყლის მიწოდება და ეს აინტერესებდათ რა თქმა უნდა უკრაინელებს, რომელმაც ვერ მიიღეს ვერანაირი დოკუმენტაცია და ამიტომ უკრაინელებმა უარი თქვეს თავისთავად. Мы до конца не получили той документации, которая необходима была, и правительство заняло свою позицию, потому что не было открытого публичного конкурса. В счете, когда мы вышли из этого проекта, ощущение было, что у них своя игра, и мы им нужны были только для того, чтобы процесс сделать более цивилизованным. Может быть, кто-то искренне хотел, чтобы действительно победили там правильные инвесторы. Но в конечном счете вот для этого никто не приложил максимум усилий, чтобы это случилось. აუქციონში კომპანია ენერგია და ინდუსტრია კომპლექსმა გაიმარჯვა. ენერგია და ინდუსტრია კომპლექსი ძველი ინვესტორი იყო და ქარხანაში 2003 წლიდან იყო შესული. ამ კომპანიის ისტორიის მოსაყოლად დროში უკან დაბრუნება მოგვიწევს. 1997 წელს ქარხნიდან გამოიყო 3 საამქრო: კოქსოქიმიური, აგლოფაბრიკა და ეგრეთ წოდებული დომენი, ანუ ადგილი, სადაც თუჯი დნებოდა. ამ ქონების ბაზაზე დაფუძნდა შპს თუჯი 2000, 7 მილიონზე მეტი საწესდებო კაპიტალით, რომლის 100%-იანი დამფუძნებელი იყო რუსთავის მეტალურგიული კომბინატი. მოგვიანებით ქონების მართვის სამინისტროში გადაწყდა, რომ თუჯი 2000 ქარხნის კი არა სახელმწიფოს საკუთრება უნდა ყოფილიყო. თუჯი 2000 სახელმწიფო საწარმო გახდა
და დაერქვა ШПС-21. სახელმწიფომ საწარმოში 2003 წელს ეგრეთ წოდებული უკრაინელი ინვესტორი ენერგია და ინდუსტრია კომპლექსი შეუშვა. სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით ენერგია და ინდუსტრია კომპლექსს 2 წლის განმავლობაში $10 მილიონი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. წლის ბოლომდე სრულად უნდა დაეფარა ვალები, შექმნა დამატებითი სამუშაო ადგილები, აღედგინა თუჯის წარმოება და აგლომერატის წარმოება. განხორციელებული ინვესტიციების სინამდვილე უნდა დაედასტურებინა დამოუკიდებელ საერთაშორისო აუდიტორებს KPMG-ს and Price and Waterhouse. განახორციელა თუ არა ინვესტორმა $10 მილიონი ინვესტიცია. ამის დამადასტურებელი დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში არ ინახება. კომპანიის დირექტორი მიხეილ კაკულია ამბობს, რომ ინვესტიციები განხორციელდა. განხორციელებულია, მაგის დასკვნაც იყო ყველაფერი, მე უკვე რამდენიმე წელია, სადაც 6 წელია უკვე აღარ მაქვს ურთიერთობა მაგას. 2007 წლიდან ჯართან წავიდა და წავიდა ჭრიდან იმის შემდეგ, რაც ჩვენ წამოვედით 6 წელი. სამი საამქრო, რომლის ინვესტიციისთვისაც მინიმუმ $10 მილიონი უნდა დახარჯულიყო, დღეს ისე გამოიყურება, რომ ახლო წარსულში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების კვალიც არ ემჩნევა. ეს კოქსოქიმიური საამქროა, ეს დომენი, სადაც თუჯი დებოდა. შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია 1980-იან წლებში აშენებული აგლოფაბრიკა. გარდა ამისა, ინვესტორს 2003 წლის 12 მაისს სააქციო საზოგადოება რუსთავის მეტალურგიულმა კომბინატმა გაუფორმა ხელშეკრულება ქარხნის ტერიტორიაზე არსებული თბოელექტროცენტრალის ნახევრის იჯარა გამოსყიდვის შესახებ. ინვესტორი, ანუ ენერგია და ინდუსტრია კომპლექსი ვალდებული იყო, რომ ჩაეტარებინა სარემონტო აღდგენითი სამუშაოები და მოემზადებინა ექსპლუატაციისთვის იჯარით აღებული ქონება. დღესდღეობით თეცი აღარ არსებობს, მის ნაცვლად ქვების გროვები და დიდი ორმოა დარჩენილი. განადგურებულია ადმინისტრაციული შენობაც, საიდანაც თბოელექტროსადგური იმართებოდა. მას ვერც ენერგია და ინდუსტრია კომპლექსმა მოუარა და ვერც რუსთავის მეტალურგიული კომბინატის სხვა ინვესტორებმა. სახელმწიფომ სწორედ ენერგია და ინდუსტრია კომპლექსს მიყიდა მთელი ქარხანა. ვისი იყო ინვესტორი კომპანია ენერგია და ინდუსტრია კომპლექსი? ჯერ რაღაც საუბრები იყო, რომ ეს იყო რაღაც უკრაინული კომპლექსი, ახლა უკრაინაც ადვილი აქვე არის, გადავამოწმეთ ეგეთი ფირმა არ არსებობდა. ნუ ფირმას ვებგვერდი არ ქონდა. ნუ რეალურად ძალიან მოკლე ხანში პრაქტიკულად ამ ფირმას ღია ლობირება გაუწია დავით ბეჟუაშვილმა. ცოტა მოგვიანებით გავიგე ზურაბ ლობჟანიძის შესახებ. ჩვენ გადავამოწმეთ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატის დავით ბეჟუაშვილისა და ზურაბ ლობჟანიძის კავშირები ინვესტორ კომპანიასთან. ენერგია და ინდუსტრია კომპლექსის არაერთგზის გაყიდვებში მხოლოდ ლობჟანიძე გამოჩნდა. იგი ერთ-ერთი შემსყიდველი ფირმის მეტალიკ 1871-ის დამფუძნებელი და დირექტორია. ზურაბ ლობჟანიძე დავით ბეჟუაშვილის ბიზნეს პარტნიორი იყო. ვარდების რევოლუციის შემდეგ იგი საქართველოდან გაიქცა და ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს. შეკითხვები დავით ბეჟუაშვილთან დაკავშირებულ პირს ნათია თურნავას წერილობით გადავუგზავნეთ. კომპანია ენერგია და ინდუსტრია კომპლექსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე მოგწერეს, რომ დავით ბეჟუაშვილს არანაირი შეხება არ აქვს ამ თემასთან. ქაშაკაშვილის თქმით, ბეჟუაშვილის ინტერესი კირქვის საბადოსა და საამქროს მიმართ ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოდან დაფიქსირდა. ამის დასტურად მას 2 ხელშეკრულება მოჰყავს. 1998 წელს რუსთავის მეტალურგიული კომბინატის დირექტორმა ვახტანგ ჭეიშვილმა, რომელიც დავით ბეჟუაშვილის სიმამრი იყო, სააქციო საზოგადოება რუსთავცემენტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ზურაბ ლობჟანიძეს დედოფლის წყაროს კირქვის კარიერი და იქ არსებული ყველა სახის მანქანა დანადგარი მიაქირავა. 2 წელიწადში ქარხანასა და რუსთავცემენტს შორის ხელშეკრულება ისევ გაფორმდა. ამ ხელშეკრულების მიხედვით მეტალურგიულმა კომბინატმა დაგროვილი დავალიანების სანაცვლოდ რუსთავცემენტს კირქვის კარიერზე არსებული უძრავი და მოძრავი ქონება 191.400 ლარად გადასცა. ხელშეკრულებას ხელს ქარხნის მაშინდელი დირექტორი ირაკლი ჟორდანია აწერს.
მან ინტერვიუზე უარი გითხრა. ესე იგი უამრავი ტექნიკა, რომელიც ძალიან იაფადა გაქვთ ეს თვითონ პროკურატურაში წაიღე. რატომ იეცით? აი ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ ამ როგორ დაგროვდა ეს პროკურორი ხარ, ჟურნალისტი ხარ. ეხლა გეუბნებით. ეგ დოკუმენტები გადასინჯა პროკურატურამ, კონტროლის პალატამ, ესე იგი ყველა ინსტანციამ. ჩვენ შეხვედრას წინ რა უდგას, მე ამას ვერ ხვდები. არ მინდა მე ტელევიზიასთან ურთიერთობა. უმძიმესი და ძალიან სერიოზული ტექნიკა, რომელიც კარიერზე მუშაობდა, თითქმის 50 ერთეულზე მეტია ჩამონათვალში, რაღაც სასაცილო ფასებად არის შეფასებული. Siemens-ის კომუნსური დამაქუცმაცებელი 5200 ლარი ღირს. დამერწმუნეთ, კარგ რესტორანიც კი ბლენდერს ხმარობს დაახლოებით ამავე ფასის. ნუ აღარაფერს ვამბობ, ექსკავატორი EKG, 5 კუბიანი ექსკავატორია. EKG 2 ცალი შეფასებული არის 37000 ლარად. პირდაპირ გეტყვით, რომ ჯობდა უფრო ღირსეული იქნებოდა პირდაპირ საჩუქრად დაეწერათ. ჩვენ მოვიპოვეთ 2013 წელს კომპანია Heidelberg-ის მიერ ჩატარებული აუდიტი, სადაც მხოლოდ ერთი ექსკავატორი EKG 5 შეფასებულია 415,000 ლარად. 13 წლის უკან კი ორი ასეთი ექსკავატორი 37000 ლარად მისცა მეტალურგიულმა რუსთავ ცემენტს. Siemens-ის კონუსური დამაქუცმაცებელი, რომელიც 5200 ლარად გადაეცა რუსთავ ცემენტს, ახლა Heidelberg-ის აუდიტში 182000 ლარად არის შეფასებული. რუსული დამაქუცმაცებელი იგივე სამსხურეველა 2000 წელს 11500 ლარად შეფასდა, ხოლო 2013 წლის აუდიტორულ დასკვნაში 216000 ლარადაა შეფასებული. საბჭოთა ტექნიკა დედოფლის წყაროს კირქვის კარიერზე ახლაც მუშაობს. ჩვენ ბეჟუაშვილის წარმომადგენელს წერილობით დავუსვით შეკითხვა დედოფლის წყაროს კირქვის კარიერზე არსებული ქონების რუსთავ ცემენტისთვის გადაცემის შესახებ. პასუხად მოგწერეს, რომ ბატონ დავითს არ ახსოვს კონკრეტული დეტალები, რადგან არ იყო ამ პროცესებში ჩართული. 2005 წლის 21 იანვარს ენერგია და ინდუსტრია კომპლექსი იყიდა კომპანია Georgia Steel Holding Limited-მა. ეს კომპანია უკვე ბადრი პატარკაციშვილის სახელთანაა დაკავშირებული, რადგან ოფიციალურ დოკუმენტებში მას პატარკაციშვილის ახლო მეგობარი ტარიელ შავერდაშვილი წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ გადაყიდვებში ოფშორულ ფირმებს წარმოადგენდნენ იურისტები მიხეილ კაკულია, პაატა კიკნაველიძე და ირაკლი მგალობლიშვილი. უშუალოდ ენერგია და ინდუსტრია კომპლექსის დირექტორი კი ისევ იურისტი მიხეილ კაკულია იყო. სამივე ადვოკატი იურიდიული ფირმის ყიფიანი ძიძიგური მგალობლიშვილის იგივე MKD-ს თანამშრომლები არიან. ამ საადვოკატო ფირმის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოს ამჟამინდელი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილია. პაატა კიკნაველიძე კი ახლა კოალიცია ქართული ოცნების წევრი და მაჟორიტარი დეპუტატია. აუქციონზე შესყიდვის შემდეგ ქარხნის ასამუშავებლად გარკვეული ოდენობის ინვესტიციები ჩაიდო. ქარხანა დღესდღეობით მუშაობს, თუმცა არა იმ დატვირთვით, რა სიმძლავრეც მას სინამდვილეში გააჩნია. სრულფასოვანი ამუშავების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ნედლეულის, ანუ ფოლადის დეფიციტია. ქარხანა ძირითადად ჯარცზე და წიდასაყრიდან მოტანილ ნედლეულზე მუშაობს. ფოლადის მილნამზადს ისევ უკრაინიდან კორპორაცია ISD-სგან ყიდულობენ, ოღონდ უკვე საბაზრო ფასად. Покупают у нас заготовку и перерабатывают ее то ли по давальческой схеме, вот, то ли там, может быть, купля-продажи, но они активно работают сегодня с Рустави. Это маленький объем, и он не является там, критичным для развития этого предприятия. ხანდაზმული მეტალურგი პავლე წერეთელი, რომელმაც დგანოთხასია ამუშავა, ახლა დირექტორის მრჩევლად მუშაობს და მილების წარმოებას მეთვალყურეობს. მისი თქმით, ქარხანამ თავისი პროფილით უნდა იმუშაოს და მილები უნდა აწარმოოს. ჩვენ რო გქონდეს ყველაფერი ეს თვითონ გაცილებით უფრო მომგებიანი იქნებოდა ჩვენთვის, მაგრამ თავარი ის არის, რომ ჩვენ შეგვიძლია დღეს რაღაც რა თქმა უნდა ყველა სახისას ვერა, მაგრამ ძირითად სახისას ჩვენ უმაღლესი ხარისხის მილები შეგვიძლია ვაწარმოოთ და ნელ-ნელა ვაკეთებთ რაღაცას, ვყიდულობთ მაინც რაღაცეებს, რომ შევძროთ მთლიანად ის სორტამენტი ვაწარმოოთ, რომლისათაც ძალიან ძნელია. ქარხნის დირექტორი სიდიქ ფარუკი მილების წარმოების გაზრდას გეგმავს. В прошлом году мы всего 8000 тонн труб произвели, но это приблизительно, скажем, мы не больше 10 000 тонн
трубную заготовку импортировали с Украины. Но в этом году мы планируем перешагнуть 50 тысяч тонн, производство труб 50 тысяч тонн за этот год. Газонефтяных, машиностроительных труб. И я думаю, что мы это достигнем и будем развивать этот цех. Паруксиდის ზედმიწევნით კარგი მენეჯერია დამერწმუნეთ ჩემი დაზუსტებული ინფორმაციით მას დახვდა მოშლილი ინფრასტრუქტურა. მეტალურგიული ქარხანა სჭირდებოდა აუცილებელი კომპონენტი ნედლეული, იგივე ფოლადი წარმოების ამუშავებისთვის. კარგი პროფესიონალთა გუნდი, რომელიც პრაქტიკულად დისკვალიფიცირებული იყო სახელმწიფოს მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში. და რა თქმა უნდა გასაღების ბაზარი. არც ერთი ამ ჩამონათვალებიდან რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს პრაქტიკულად უკვე აღარ ჰქონდა. რა დაშავდა იმით, რომ უკრაინელი ინვესტორი არ შემოვიდა რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში? ხო მუშაობს ახლა ქარხანა? კი, მუშაობს ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ეს არ არის ის მუშაობა, ჩვენ რაც გვინდოდა და ჩვენ რაც შეგვეძლო. ეს არ არის ქარხნის პოტენციალის რეალიზება. ეს არის ძალიან დაბალი სიმძლავრით მუშაობა და რეალურად კი ჩვენ რომ ყოლოდა უკრაინელი გარანტირებული ინვესტორი, რომელიც გარანტირებულ ნედლეულს მოგვაწვდიდა საბრუნავის ახსრებით, პროფესიონალთა გუნდით და შესაბამისად იქნებოდა რეალიზაციის ბაზარი, ეს იქნებოდა სულ სხვა დონე წარმოების სიმძლავრეების ამოქმედების. ეს იქნებოდა მინიმუმ ვამბობ 3 მილიონი ტონა ლითონ პროდუქციის წარმოება ბოლო 8-9 წლის განმავლობაში. ეს იქნებოდა გარანტირებულად სამუშაო ადგილები 5-6 რუსთაველი სპეციალისტისათვის. უმუშევრობა დღეს არა მხოლოდ რუსთავის, არამედ მთელი ქვეყნის გადაუჭრელი პრობლემაა. თუმცა რუსთავს როგორც ოდესღაც ინდუსტრიულ ქალაქს, მეტალურგიის გადარჩენის შემთხვევაში ამ პრობლემასთან გამკლავების რეალური შესაძლებლობა ჰქონდა. ნორმალური სპეციალისტები არიან ახლა ძალიან ბევრი და ვზივართ ტყუილად, უმუშევრად. ბევრი ხარატია. როდი მეფოლადი იყო, აბა აღარა. ქარხნისგან სახელფასო დავალიანების მიღების იმედი დღემდე აქვთ ახლა უკვე პენსიონერ მეტალურგებს, სამსახურეობრივი ტრავმით დაზარალებულ ძველ თანამშრომლებს. საწარმო კი ისევ რეაბილიტაციის რეჟიმშია. მის გამო კვლავ სასამართლო დავა მიმდინარეობს ახლა უკვე ჯოზეფ კეისა და ბადრი პატარკაციშვილის ბიზნეს ჯგუფებს შორის. 15 წელზე მეტია რაც ქარხანა დავების, ფინანსური გარჩევების, ვალების დაგროვებისა და ქონების დატაცების რეჟიმში არსებობს. თუმცა კვლავ ცოცხლობს იმედი, რომ ეს პროცესები დასრულდება და ქართული მეტალურგიის დაისი არ დადგება.